გამარჯობა, თქვენ უყურებთ სპორტულების მორიგ ეპიზოდს აკაკი დარბაიძესთან და გიორგი ჩუბინიძესთან ერთად. სალამი მეგობარო. ხარჯმანკაცო. აქვს. გვინდა მადლობა დაუფიქსიროთ ლიდერ სპორტს გვერდით.com-ისთვის, ასევე გვინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ლიდერ სპორტის და კეთილების YouTube არხები. თითქმის ყველა ცნობილი გამოცემა, სპორტული გამოცემა დაგვიკავშირდა. რა თქმა უნდა, მესიჯებს და შეტყობინებებს და ფაქსებს ვერ გავასაჯაროვებთ. დაგვირეკა Sky Sport-მა და მოითხოვა ქალბატონი ლუიზას ექსკლუზივი, რომ ჩვენთან გავიდესო, მაგრამ თვითონ ქალბატონმა ლუიზამ ეს ამბავი არქნა. მე რო იქ წევიდე, ქათმები ვის დაუტოვო და უარით გავისტუმრეთ, ასე რომ ისევ და ისევ ლიდერ სპორტზე გთავაზობთ ქალბატონი ლუიზას ექსკლუზივს. საღამოშვიდობის, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს მამინდა გესაუბროთ დიეგო არმანდო მარადონიზე. ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო მარადონი. ყველასთვის კარგი იყო ის მარტო თავისთვის იყო გლახა. ფრენამდა ბავში. სანამ ექანა არგენტინაში თამაშობდა და სანამ ექანა იყო ქაუჯერებდა ოჯახსაც და თავისიანებსაც და დრიკამდენ პატარას და. მაგრამ ბარსელონაში რო გადავიდა, ჰაიტა, შამერე. აყვაიქა იმას. ბიჭებს აყოლი აიქა და ქარო დაუწყია იმის ეს ქარო ბიჭები იმაშვებიან და აღარ თვალები გადმოხაჩვაზე და გადმოგდებაზე. შეკაი ადამიანო. ამ ხელა კარიერა გააქვს, ამ ხელა მომავალი გააქვს. რასაწევი დასამეწებელ მორფს. და MS-ისთვის თქვია დაიდამის. სილვიაო. ძალიან გლახა სიზმარი მაგნა ნახიო და მაგიო ბარსელონაში არ გაუშვა. გარჩინოსო ცივი ჭადი განატრებოდეს და ბავში ყამდეს გვერდში და. მაშინ ახლა კარგი 1800 ლარი ქონია ხელფასი. მაშინ და 1800 ლარი ახლა 2800 ლარი არის. გალანძღეს მარა ეკალე დაიდამისი, მაგრამ კი აღმოჩნდა მართალი. ბავშვობაში მარადონი მოუწამლია სოკოს და იქიდან მოწონებია მერე თავბრუსხება და ის სეკუტე. მარადონი ყოფილა ძალიან დიდი ჩხუბის თავი. ასე უთქვია დაიდამის ბიჭები რა ჩხუბობენ, შენ ნუეყლინჭები ყველაზე ნუიც ძალიან გლახა ყლინჭვაიო. თუ ერთხელაც გაგიგდებენ წეკოშკა და იმახსოვრეო. ნუ ხარ შენ პირველი გამამძიებელიო. რაღაცას მეიწემო. მაგის გულობისთვის შენეო და მარა ქაქონა ცხონებს ნერვები ყელში და დადემდა სუყველას. აბა რა ვარი არის 10 მილიონი კაცის თვალწინო შენი ბავში დარბის და იქნებს ხელებს და არის ერთთან ბავში და ჩხუბობს და არის გაწამაწიაში. მაგრამ ის რო დედას დაგიძახე, იტო ჩაბეურა იმას მოუსპო და მოაცრო და იქნები კარგი დედა იმარ. სხვათა შორის მარადონიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მე იქა ფსიქიატრიულში რო ვიყავი, სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი იყო სანიტრების და იმის სუფთა კარგი ხალხი. ჭამასმაც კარგი იყო და ესე ცოტა. იქა ბევრი ამბობდაო. მეო ნაპოლეონი ვარაო, მეო ეს მაკედონელი ვარაო, მე ჩერჩილი ვარაო და მეო არავინ არ მეჯერებდაო, რომ მარადონი ვიყავი. ჩემ ნუგზარის დაემართა ზუსტად მასე. მავიდა ერთხელ ძალიან გლახად იყო დამტრეული და ასე რომ შემავიდა და ლია მოდიოდა ცხენპერიდან ვერც ვიცანი ეს გლახად იყო წაქცეული. ასე გადახსნილი ქონა თამბერი და ვერაფრით არ ვიცანი. სანამ დედა ჩემი არ მაიკითხებს საქონა. თურმე მარადონის თალე სიცილე შაობა ყავდა დახვეული. აბა მარადონი ჩვენთან იამხანაგე და აბა ჩვენ ვარ და აბა თეთრი და აბა შავი და აბა ვინ ჩაყვა მიწაში მითხარი შენე. ეს პოლიც ბევრი ეშოვა, მაგრამ რა თუნო და ცხონებს. რა ვიცი ახლა ეს იტალიის შაობასაც იყო აყოლილი და ეს მორფის მწებელიც იყო, მაგრამ მიწისთვის ყველანაირ წოდება შენეჭერი. კაი იყო ახლა ეს ფეხბურთის მეფეც იყო და ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ადრეს ის არ უნდა გაუხადო საქმე წესისაგება რომ დაეზარო შენს. ეს ახლა რა ვარც არგენტინის სამღვდელოებამ გამეიტანა მე ეს ინფორმაცია თუ არა, მე კი არაფერს ვერ ჭიკაცო, ერთმა აცხონოს. ერთხელ ჩემმა ტანჯოლემ მეთხრა რომ დედაო შენო კოკაინი უნდა გაგასინჯო და უნდა შეგაგზნობინო რა არის ნამდვილი ბედნიერებაიო. მე რა უთხარ ეცე. მე ჩემი ხმაშვილი რო კარგად ყავს, ის არის ჩემი კოკაინი თქო. ხო და არ ვარ ახლა მართალე. მადლობა ქალბატონ ლუიზას. აუცილებლად უსამძირებ ოჯახს. ასევე გვინდა გითხრათ, რომ ბატონი ნუგოს ავტობლოგის შემდეგაც ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და დაგვირეკეს
ტოლიატის ქარხნიდან არაფერი არ უთქვამთ, უბრალოდ 10 წუთის განმავლობაში ტიროდნენ. ვისაც მსგავსი გზნობები გაგეჩინათ ნუგოს ავტობლოგმა, გთავაზობთ ნუგოს ავტობლოგის მორიგ ეპიზოდს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო. მე ნუგზარი ვარ ჩუბინიძე. ფართომასისტვინ ნუგზარ კლარსონი. ეს კიდე ჩემი ავტობლოგია. დღეს გადაცემაში განვიხილავთ. არც მეტი, არც ნაკლები. იკარუსი მეგობრებო. კინაღამ გადამოვიწყდა, სანამ რა თქმა უნდა, განხილვას დავიწყებთ. აუცილებელია უსაფრთხოების ნორმები. რა თქმა უნდა, მოვახდინოთ პარკირება. სამი რამ ფასდებოდა 80-იან წლებში და ეს რა იყო ალბათ იკითხავთ. ცეკას მდივნობა, გორბაჩოვობა და იკარუსის შოფრობა მეგობრებო. მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ 70-იან წლებში იკარუსი მხოლოდ და მხოლოდ ჭიათურის მაღაროელს ხამდა. ეს ალბათ თქვენ ხვდებით რას ნიშნავს. კიევში შეკრებაზე ჩასული მაღაროელი, როდესაც ბაზაზე იკარუსის შემთხიალდა. ბოდიში მომითხოვე და გამოყლებდა ოლიგა ბლოხინი. ეს რა არისო? თავისთავად მე უცროსი ბიჭი მოანათლდა იკარუსის შოფერს. აბა რა, მოდი, სხვაზე რო არ ვისაუბროთ, მოგიყვებით. თუ როგორ ავიდგი ფეხი მე პირველად იკარუსში და რა შეხება მქონა მასთან. ვახსენდება, რომ დილა გათენდა ძალიან მზიანი. და უჩვეულოდ წითელი ფერის იკარუსი იდგა ავტოსადგურზე. მე, როდესაც მასში პირველად ფეხი ავდგი და თბილისში წამოვედი, ხელთითველა უწერო ბიჭი ვიყავი, ხოლო როდესაც თბილისს მოვადექი, უკვე ბოდიში მომითხოვე და მუხლებამდე მქონა წვერი. არ იყო სიტყვა ლამბერსექსუალი, მაგრამ ამას ხალხი გებულობდით. თავიდან ამაზე ძალიან ბევრი ჟღანაობდა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ იკარუსმა დროს გაუსწრო. გაფრინდა და გაფრინდა. 48 კაცი დატუტული შავანის დაგმართზე ტორმუზმა სიჩქარე ვერ მიიღო და გაფრინდა 48 კაცი. თავისთავად ბიჭებო ეს ამოჭერთ ყველაფერი. უფ! ჩვენ თუ იკარუს საბარგულებს ავხდით, დავწუნდებით, რომ მასში ძალიან ბევრი ადგილია, ამის გამო მას ნოეს იკარუსაც ეძახოდნენ. არ ვიცი. ჩამოწვირფასებო, მე მინდა დაზუსტებით გითხრათ, რომ მშობლიო დედამიწის ზურგზე ერთადერთი პერსონა, ვისი დედის პროჯექტს გინებას უნდა აგეტანათ, ეს რა თქმა უნდა იკარუსის შოფერი იყო, იმიტომ რომ მე სადმე გიპონინდა გაჩერებაზე წვიმიანამიჩი და ჩაივლიდა. ბაროს მერდეგა! აი ამ ხმას გაიგორებდი თქვენ შორიდან მომოარს. ჩაუარე ქორივი! ემოსავით, სირივით, ნებისმიერი სიტყვით დაგტოვებდათ გზაში. ჩემო ძვირფასებო, როდესაც იკარუსი გზაზე მიფრთხიალობდა და მე-6 სიჩქარით კარს შუაზე აპობდა, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მას ვინმე ჩაანაცვლებდა. და აი აქ გამოჩნდა სპრინტერი და ეიკარგა ურთიერთობა. ალბათ, ბევრს არ გეცოდინებათ, მაგრამ თუ დავაგვირდებით, ეს არის იკარუსის უკანა კარი. მას ძალიან ხშირად ადარებენ ვატიკანის საცავის კარს. იმიტომ რომ ისიც არასოდეს გაღებულა და ძალიან ვთხოვთ, ჩვენც ნუ გავაღებ. всё, დამთავრდა მასე საუბარი. всё, არ ვაღებ. всё. მინდა ექსკლუზიურად გითხრათ, რომ იკარუსმა მსოფლიო ნაბანაკ და ალაბანაკა.
48 კაცი დამჯდარი მიდიხარ 100-ით. საოცარია რა. მეგობრებო, ვისაც ამ იკარუსით გიმგზავრიათ და გზავრობის დროს პანდემიკის სკამზე დაждომა გიოცნებიათ. დაპლიუსით კომენტარებში. საფხულის ბოლოს თუ თქვენ იკარუსიდან 30-40 ბავშვის თავს დაინახავდით განმოყოფილს. ესე იგი ექსკურსია იგეგმებოდა. არ მეგულება ბავშვებისას ექსკურსიის დროს იკარუსის ერთ-ერთ სავარძელზე კევი არა ეწებებიოს. ამ სალონში იწყებოდა ძალიან დიდი გართობა და ცეკვა და რა თქმა უნდა ყველა იკარუსის შოფრის და ექსკურსიაზე მიმოვალი ბავშვის საყვარელი ცეკვა იყო აჭარული. რადგან ზუსტად აჭარულის ილეთებით გადაადგილდებოდი იკარუსში უპრობლემოდ. შენ თუ ამ იკარუსში ექსკურსიის დროს უკანა სავარძელებზე იჯექი, ესე იგი პლატნო იხარ და დააკლასე ეს ვიდეო. აი დედა, რამდენ მოგონებას იტევს. ჩამოძვირფასო ტელერადიო მსმენელებო. ისმის კითხვა. თუ რა არის იკარუსი? ბავშვობის ძალიან მაგარი მოგონება? ოჯახის 50 გზავრიანი მეგობარი თუ უბრალოდ? კარგი რა, ტრასის გედი. ამ და სხვა ახალი ინფორმაციები ჩავხვდებით მომავალ განხილვაში. მადლობა ბატონო გზარს, ვინც აღნიშნული მანქანის შეძენით ხართ დაინტერესებული ნომერი ამონათდება. მეგობრებო, ჩვენი სტუმარია იუთუბერი, იუმორისტი, სპორტის ძალიან დიდი გულშემატკივარი და ჩვენი ძმა და მეგობარი ვახო ბოლოთაშვილი. გამომარჯოს, კარგ ადამიანებს გამომარჯოს. ვახოს გამომარჯოს, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, ვახო. კეთილი იყოს მისი ფეხი ჩვენს კეთილების ახალ გადაცემაში. ჩემი Facebook-ის პაროლი, ეხა ვამბობ. დედასვიცა ვარ. ძალიან დიდი ხანი არის კეთილები 1 2 3. მასაურის. მართლა? კი, ოღონდ ვერ შეხვალთ მეგობრებო და ორმაგი ვერიფიკაცია ვიყენია. მაგრამ ეხა მომივაიზი, ხო ვიცი? შეძლარობა და ვიღადას. ბიჭო, როგორც მაღაროველის წევრს. კაი ჩვენ გუნდელები ვართ. გუნდელები. ერთ დროს არ გვითამაშია, მაგრამ სხვადასხვა დროს თამაშობდით მასანკას ჭიათურის მაღაროველში და როგორ მოგწონს ჩვენი სტუდია? აუ დამბუძლა დედასვიცა. როგორც მე დედით ჭიათურელი ვარ. სამყურაშვილი. უი რა. ერთეშენი სახელი შეიძლება. აი. სამყურაშვილი დედით ჭიათურელი ძალიან ისეთი ის არის რა. ჩემი დედულეთით მაო. ვაუ, ასე. ჩემი ძმები აგერ. ცოტა ეს ბუნებრიობა და ეს შეგვძინა იმენ რომ ჩვენს უკან თელი ჭიათურა დგას რა. ხო და ეს თან საპასუხისგებლოც არის რომ თელი ჭიათურა დგას ჩვენს უკან და თუ რაღაცა საბაგიროდან ვიღაც გადმოგზახებს აუცილებლად რომ აბა ბიჭებო, მასია შეიძლება. ძირითადად კრიტიკა. ჩვენს ჭიათურას პატარა-პატარა საამაყვები გავუჩინოთ რა. ანუ უჭირთ ჩვენ ჭიათურლებს სამწუხაროდ და მაყურებელს უთხრათ რომ ვახო იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ჩვენი წარმატება კოჭებშივე დაინახა. თან მაშინ ცოტა ისეთი ფორმები ქონდა სხეულზე რომ თავის კოჭებს ვერ ხედავდა. და 180 კილო ვიყავი. ძირითადად ხვისი კოჭების ყურებით იყო დაკავებული და ჩვენ კოჭებისაც რო შემეხედა გითხრა რომ ბიჭებო ძალიან ბევრი წარმატება გველოდებაო და სერიალი არ ქონდა დაწყებული. არა, არ ქონდა. არა, რა ლაპარაკო. სერიალი ფიქსის არის. კავენს კი. ვახო, რა გვაინტერესებს ახლა, როგორც იუთუბერს სპორტის დიდ გულშემატკივრებს გვაინტერესებს. შენი აზრით ქართული YouTube-ს უფრო დიდი მომავალი აქვს თუ ქართულ სპორტს? არა, სპორტს. ხო. აუ, აი, სპორტს ხო რა ეძინა, იმიტომ ჩვენ ხო YouTube-ში რაღაცა ვერ არის. რამოდენიმე YouTuber-ს ქართულ სპორტსმენზე საგრძნობლად დიდი ხელფასი აქვს, მინდა იცოდეთ. ოღონდ ქართულ სპორტსმენზე არ გულისხმობ. ქართულ სპორტსმენში არ გულისხმობ ვიღაც ჩვეულებრივ ტიპს რა. აი, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს გულისხმობ მაგალითად რა. იმაზე დიდი ხელფასი აქვს პირობითად. აი, კარგად დიდი ხელფასი აქვს რა, აი მოსასმენი. რომ უთხარ ამ ძიუდოის უთხარ მეთქი რამდენს გიხდიან მეთქი თვეში რომ კონტრაქტი ერთ-ერთი. ჩება რამე. არა, ვკითხე რა და ბეჭო iOS თანხა მეთქა მეთქი გადაო მეთქი ზუსტად 6 ჯერ მეტს იღებს თვეში მეთქი ეს და
გამოშტირდა. მაგრამ რაღაცეებიც წახან გადაცემის იქით მეორე და რაღაცას პროსტო გადაცემის ჩაწერის მე არ მინდა რომ დაიგრუზოთ რა. დაფულებზე აქვს საუბარი. მაყუდებზე რთული YouTube-იც უნდა მოიხოდოს რა. არა, კარგია, მომისმენე, მე არ ვამბობ. ბევრი YouTube გადაცემაა რა და ძალიან ისეთი ის არის რა. სპონსორებთან შეხვედრის დროსაც არის ხოლმე ეგეთი ამბავი რომ რაღაც ვიცით რა ბიჭებო, აი მე შემიძლია 300 ლარად გავაკეთო აქ 4 გადაცემაში რეკლამა და ეგ არის ჩვენი ყველაზე დიდი ის. ანუ YouTube-ერებს დიდი შემოსავლე აქვს, უსამართლობა რო არ არის უთხრა ხო. სამართლობა რატო არის? იმდენი შრომა არის ამ კამერის უკან რომ მანდას საერთოდ ხალხი არ ფიქრობს. წეგან ამბობდი რომ 3 საათნახევარი მწინოსოთ რამდენი 3 საათი. 2 საათნახევარი. 2 საათნახევარი რო გამოში წინ. ანაირად. მამაჩემი განიხილავდა გუშინ რა ასე ხა გამახსენდა რომ ითვლიდა რომ ეხა კვარა მოიგებს მეორე სერია 100. 5 წელში მოიგებს 5 ლიგა ერთსო. და 2 სერია და ერთი კარიერას რო დაამთავრებს, ერთი 100 მილიონი евро ხო ექნებაო, რა მოგებულიო ჯამშიო, გამომუშავებულიო და იმსახურებსო ახო და ვინცო ეგ არ თქვასო, ყველას დედაო რა. რატომ გაგახსნა მეთქი? მე ხო ფეხბურთელი ვიყავიო და დილით ადრე ადგომა და ვარჯიში კი არაო, აი ეხანდელ ახალგაზრდებს უყურებო, დილით ადრე ადგომაც კი ეზარებათო და ტიპიო, დილით ადრე დგებაო, ვარჯიშობსო, ყოველკვირა ფრენები აქვს, იქ ცოლშვილს მარტო ტოვებსო. მერე იქ მედიასთან ურთიერთობაო, იქ რაღაცა არ უნდა წამოწდესო, კონტროლი უნდაო, იქ ამდენი ვარჯიში უნდაო და ამდენს წვალობსო ადამიანიო რა, 100 მილიონი კი რა მილიარდიც რო გამომუშავოსო, იმსახურებს ეგ კაცი ამდენ ფულსო და მაგრამ იხარია. არაცხელი იმსახურებს ხადაობს. აი რა გიგარი. თქვენ ახლა ხლისინში გიხდიან ფულს. არა მარტივი. ეგ არის ყველაზე მარტივი ეს. ალბათ ეგრე გონიათ რომ ყვარას ფურთის გაგონებაში უხდიან ფულს და იმას მილიონს რომელიც მამაშენმა გამოუთვალოს ბედის მთლელმა ასე. ბიჯო, პატარა თამაში მაქვს მოფიქრებული თქვენთვის, თქვენ ორისთვის. მართლა ყოფილიყოს. მე ვიცი რომ აკაკი უფრო ერკვევა სპორტში ვიდრე შენ. შედარებით ხო. ვის შეუგრე? მაგრამ მე ვარ ავტოსპორტში. ხო, ბაზარ, ზილი? ძველი სავეცკი საიუზი. კი. მაგრამ უყურე როგორი თამაში მაქვს, მე გეტყვით სპორტის სამსახეობას და უნდა გამოიცოთ ამ სამიდან რომელი არ არის რეალური. მართლა რა მარტივი. ხო. გამოუშვი. მოკლედ. პირველი სპორტი არის ნეილინგი. ნეილინგი არის. დიახ, ოღონდ არა მხოლოდ თითების. თითებსა და ფეხებზე არის ფრჩხილების დაჭრის მსოფლიო ჩემპიონატი. ანუ სხედან ტიპები და იწყებს გუნდი, ანუ გუნდი არა, ადამიანი იწყებს დაჭრას ფრჩხილებისას და ვინც რჩება პირველი, ის ხდება ჩემპიონი. ეს არის ერთი სპორტი. მეორე არის ექსტრემალური დაუთოვება. Extreme ironing. ანუ უყურე ექსტრემალური დაუთოვება. შეიძლება იყოს კლდეზე. შეიძლება არსებობს. ინგლისურადაც იცის რა. ნეილინგი ხარ კაც ყველაფერზე ინგლისურად. და ანუ შეიძლება ახვიდე კლდეზე დაუთოვო, ზვიგენებთან წყლის ქვეშ ჩახვიდე და დაუთოვო, იმით აკვალანგით ხარ და აუთოვებ. მაგარი. ნახშირის უთვარი იქნება. ხო, ნუ გასაგებია. და მესამე სპორტი არის ცოლის ზურგით თრევა. ანუ მირბიხარ და ცოლი ყავს ზურგზე შემოსმული და ტალახებში გადიხარ, რაღაც ბარიერებს გადალახავ, რაღაცა ბორბალზონა გადახტე, რაღაცა იმაზე გაიარო, რაღაცა ზურგ გადაიხარ. და ცოლი უნდა ზურგზე უნდა აუთოვებდეს, ეგეც ორი სპორტის გაერთიანება. ხო, კარგი იქნება და ფრჩხილებში. წამოძახების სპორტი არაფერი არსებობს, მაგის შემდეგ აი რომ წამოაძახო, რომ მე შენი ზურგით გათრიე და რაღაცა. არა. და ისა ერთ სპორტს გეტყვი ნამდვილად თუ გინდა არის ისა ლოსის დაყვირება. ანუ ატმის კურკის გადაფურთხება ვიცი რომ რაღაც კურკის გადაფურთხების ჩემპიონატი არსებობს. არსებობს. ამ სამი სპორტიდან რომელი არის რეალური? ორი, არა, რომელი არის არარეალური? ორი რეალურია. არარეალური, ერთი არარეალური, ხო? ბიჭო, ნეილინგი ხო, კაი გასაგებია. ჭხილებს არა, ამ ხელა ჭხილი უნდა იყოს ეხლა მაგალითად. არა, ამ ხელა კაი შეიძლება იყოს რომ პროფესიონალში ეჯიბრებოდეს ხალხი, მაგრამ ვისაც ჭხილებს ჭირდა ვიღაცა დაგაგლიჯავს თითებს ჩემი. არა, თავისით იჭრის, ხო? მან რა არიცი? მან არ ექცევა ყურადღება მხოლოდ დაჭრის ხარისხს, ასევე ყურადღება ენიჭება როგორ არის დაჭრილი ესთეტიკასაც. ანუ მან არის ჟიური მეგობრები. ანუ ეს არსებობს ეს სპორტი. არ ვიცი, შეიძლება ჩათლახიო და ემწას მოვიქრე ეგ, ხო იცი მე დაპალიტვინი მაქვს. შეიძლება. და მეორე ექსტრემალურ ადგილებში დაუთოვება, ექსტრემ აირონინგი, აკვალანგი რამე და მესამე ცოლის ზურგის თრევა. ჩემი გარი. აი ალბათ რა ყველაზე ისე მესამე რას თქვა, ალბათ ცოლის ზურგის თრევა არსებობს ჩემი აზრით. შენეთ არსებობს? კი. შენი აზრით? დაუთოვება რა პონჩი არსებობს? არა, აი თუ ეგ კეთება, მაგას სპორტზე ვეთქვით კიდე. ყველის დაგორების ჩემპიონატი არის ძალიან მაგარი.
კიდე ძალიან მომწონს. ყველს აგორებენ და მისდევენ და ყველს. ჩოთქებით. არა. არ ვიცი ხო. ბიჭო, არსებობს ჩემი აზრით ჭხილების დაჭრა და ისა რა ქვია. დაუთოვება ხო? არა, ცოლის ზურგით რევა. ალბათ. შენი ვერსია ბოლო? ბევრი ამოსაჭრელი რო იყოს. ხო, რა ვიცი. მე რაღაცნაირად მგონი რომ არ ვერ ხვდები. ალბათ ბოლოს რო თქვა ცოლის. მე მგონი რომ ცოლის ის არ არსებობს რა. ზურგით რევა. იმიტომ რომ ხალები ძალიან ეს გააქტიურდება. ვის ალაპარაკებენ რომ სათრევი ხალები არ ვიცი, შეიძლება რომ ეგ საქართველოში ყაზახეთში იყოს სადაც არ ვიცი. მე ეგრე მგონი. ლიეტუაშია. მაშინ არსებობს. ხო, იქნებ. ეგრე მგონი, აი ხო მესამეს ვიტყვი რომ არ არსებობს და იყოს. ცოლი ზურგით რევა. შენი აზრით რომელი არსებობს? ის დაუთავება. ექსტრემალური დაუთავება. და ორივე შეესწრით მეგობრებო. ორივე სპორტი არსებობს, არ არსებობს ჭხილების დაჭრა. კი ბატონო, ცოლი ზურგის თრევაც არსებობს და ექსტრემალური დაუთავებაც აი როგორ სატარდებენ დაუთავება. ლიეტუაში ტარდება ის ცოლი ზურგის თრევა. დაუთავება როგორ გითხარ, შეიძლება იყოს წყლის ქვეშ ზვიგენთან, ოღონდ გალის გარეშე. შეიძლება იყოს მთაზე, კილიმანჯაროს მთაზე ადიხარ, ეგ ამოტრიალებული დგას აუთოებს ტიპი და ასეთი უცნაური. მაკადრებს თუ ვიპოვეთ. კი, რა თქმა უნდა, Google-ში, რა თქმა უნდა, მეგობრებო, არანაირი ტყუილი, შეგიძლია დაგუგლო, უპრობლემა. აი, ჩავსვათ ეს გადაცემა. ფასაჩინო იყო ჩვენი მაყურებლისთვის, რომ დღეს იმედია ჩვენი გადაცემიდან გაიგებს ქართველი მაყურებლის 80% ამას და ძალიან გამიხარდა. ექსკლუზივი ჩვენ გადაცემაში რატომაც არა. ძალიან ბევრი ექსკლუზივი. კიდე უცნაური სპორტი რა გაიგეთ? ჭადრაკრივი გაიგიათ? ჭადრაკრივი. არა. ანუ ყურე, ადიხარ ბოქსის კრივის მომენტზე, ხდებიან ჭადრაკს თამაშობენ ცოტა ხანი, მერე მორჩადრო და მერე კრივი გრძელდება რა. ხო, გორეღადო. საინტერესოა. არა, ანუ და მან ძალიან მაინტერესებს, აი, რა ვიცი, მაგნუს კარლსენი. მარტოტვინია, მაგრამ დარტყმარ უარ გავიღაცას ისიგულისთვის. კი. შამათი და რო გაგაქანეს. კახეთში იყო ეგეთი საინტერესო სპორტი კიდე, ვირებით კალათბურთი თუ გაქვს ნანახი. ვირებით კალათბურთი. ხო, ეგ მაგის კადრები მაქვს ნახე. საინტერესოა სპორტი. თუ გაჯორდა, პროსტა სუნცველი უნდა იყო რა. ღორის გასეირნება არის კიდე. ეგ ვიცი, ბიჭო. ეს რომ იყურებენ, ხო თვალებში იყურებენ. ბავშვები არიან ძირითადად. ხო, მაგას გა hog walking. რა ღორები ყავთ, ეგ რო ახლა ბაბუა ჩემსა ბებია ჩემსა. ხო? hog showroom. ეგრევე წარმოიდგინე რო გასერავენ შუაზე ხო? ბიჭო, მაგის წვადი რო გონაშე, იმენა მაგარი კუქია. იმენა ეგ რო წამოაგო შამპურზე. მაგ ბორჯოში რო ჩამარინადო, აუცილებლად დაარბილო ეს. შეიძლება. რაცნების როგორ. კიდე არის ძალიან უცნაური სპორტები, ისა ცხენის ჯირითი კი არა. მოჩვენებითი ჯირითი, იცით? არა. ცხენის ჯოხი და ვითომ ჯირითობ ესე აკეთებ რა, ანუ ჯოხია, პროსტა ცხენის თავი აქ ესე. შვილია სპორტსმენი რა. ასე აკეთებ. ხო რა, ეგეც ის დებილი სპორტი. ხტებიან კიდე ეს რამეს წინაღობებზე ხო მახსოვს. ხო. რაღაც თან როგორ ხტებიან, იცი? ესე გვერდულად წევენ ორივე ფეხს, ანუ ესე კი რა, გადააფრინდეს არის ძალიან ლამაზად ესე. ოლიმპიადა შენ ახლა ვიციო შენ არის და მოდი შენ უცებ რა კიდე მე ამოჭერი. სამ სპორტს გეტყვი? ოლიმპიადა რომელი არ არის ოლიმპიადაზე. გინდა? მიდი. აი, ერთი ესეთი სპორტი უნდა გითხრა, ცხენის ცეკვა არის, break dance და მკლავჭიდი. აი, აქედან რომელი არ არის? ცხენის ცეკვა, ოლიმპიადაზე მკლავჭიდი არ არის. break dance და მკლავჭიდი. რომელი არ არის ამ სამი? break dance-იც არ ვიცი, არის თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი კლავჭიდი არავინ არ არის ამ ყოფილი, ეგ მახსოვს. კლავჭიდი. აკი ხო იქნება. კლავჭიდი, აჰა. სწორია. აი ჭკვიანი ბიჭო, მივედი რა ჩემი. აი ესეთი რა საინტერესოა რა. ახლა ხალხი ზის და ოლიმპიადას უყურებს და ცხენის ცეკვას უყურებს და ეცნება ნერვები და. კი ბატონო, ის სპორტი არ არის ხო და ის არის სპორტი. რა კაი. ცხენის ცეკვას რომელი ფარულინები ვინება ნანახი გააკ. მან დრო იყო ხუანი როჯდება და ცხენი ესეთ რაღაცებს აკეთებს ხო? ხო. და რაღაცებს უშვება და გვერდლოზე ეგ არის ცხენის ცეკვა. არ ვიცოდი. საიდან ეს ამდენი ამბავი სპორტი 6 წელი არის პორჩოოს ვაკეთებ. დიდი მანქანა ვერ წაიღებს. რა. ძალიან გათვითცნობიერებული ხარ ამ სპორტში რა. რამ განაპირობა თავიდან ბავშვობაში რატო შეგიყვარდა? რამ მოგწამლა, ხო? ან ვინ მოგწამლა სპორტი, ვინ განახლა? მომენტი იყო ეგეთი შენ ცხოვრებაში, რომ აინტერესდი. თამაში რო არ გამომდიოდა, ლაპარაკი და ხუმრობა დავიწყე და რა სხვა რა გზაა რა. არა ეხლა რომ გამომშლო და კარგი იქნება. რატო ძიუდოა, ძიუდო შეიძლება. რაგბიზე დავდიოდი მე. რაგბიზე.
რაგბიზე დავდიოდი და ერთობოდი და მაგრამ არ გამომდიოდა რა, არ გამომდიოდა, ძალიან ცუდი ტანი მაქვს. წელს ქვემოთ ვარ, ძალიან გამხდარი, წელს გამოთ ვარ ტუტკუნა და არაპროპორციულ ტანი. Indian Racing, ხო? ვის გამსკავსებენ კიდე ესე მაგისგან. შენ თუ გედო კაიხანს იქ პროფილად თუ ახლაც ეგ ახლაც ეგ მინდეს. აუ რა ხო ყველას ფოტოშოპი ეგონება რომ როგორ შეიძლება ესე წვრილ ფეხებზე შეყენებული არის. კიდე ვის აქვს შენ არის ლამაზი ფეხები რომელი გოგოების აქვს მაგალითად YouTube-ში. არის მაგრამ ჩემნაირი ტიპი არის ზუსტად დავით ლაბაძე. ძალიან გამხდარი ფეხები აქვს და ესე ჩუპაჩუპსები. შეყენებული. ასე ვარ ესე ჯოხი და ასეთი რაღაც. ბავშვები გიყურებენ ხოლმე 4 გადაცემაში მუშაობ. მაგრამ მაინც უთხრა თუ ეს არის ის ბიძია ჩიფსებს რო არიგებს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან უყვართ ბავშვებს ჩიფსები და ძალიან ალბათ დიდი პოპულარობით სარგებლობთ, თუნდაც ამიტომ. რო ხვდებიან ხოლმე, ხო, თუ გიდევს ჩანთაში ჩიფსები. ხო, არა, და სუმეურებიან ხოლმე, ხო არა გაქვს, ხო არ კომპანიას ხარ გავარგან. ხო არა გაქვს, არა თან. ზოგმაიც ხომ სპეციალურად ხო გავივიდი და ჩემს გასაგონად სპეციალურად ყვირის ხოლმე რა რაღაცას რომ ბიჭო ის მევასება ის ჩიფსი როა ხო იცი ის ჩამეწა არა მაგაზე მაგა ჩიფსი არ არსებობს სხვა ბანძ ჩიფსებს კი არ გავს და ვითომ მე მაგონა მე ხა იმას გონა რომ პირად შეურაც ყოფა და მეო და უნდა მეწყო ვიძე რა თქვი ბიჭო მოდი ახლა შენ მე ჩემ ჩიფს გაჭვე ხო ჩემ ჩიფს ეგრეა მოფისა ჩაიკუზი აბა ბრატ ხო დადიხარ ხოლმე მე იმას რა ქვია აი გასულები ახ ხო იყავი ევროპის ჩემპიონატში საგზავში პირადი ნივთების და ჩიფსების გარდა რა დაგაქვს ხოლმე აი მაგალითად საქართველოს რო არ მოგენატროს არა მე ეგეთი თუ და მე თილისმა თუ გაქვს ბავშვი აუ საქართველოს ვერ მომენატრება და გეტყვი რატო აუ არ გეტყვი ბიჭო არა დიდი ხანი არ ყოფილიყარ დიდი ხანი ეს ის გეტყვი როგორ საბედნეთში დავებადე გას 7 წელს ხოლმე საბედნეთში ვარ საბედნეთში ვიყავი ძმაო და ქუჩაში მივიდივარ მე და დედა ჩემი ხვაზე ხარ და უცებ დამეცა თავში ბიჩოკი ავიხედე და ვიგინები თავისთავად რომ შენი დედა და გადმოიხედა ვისაგინე ბიჭო იქიდან მოვა ვაიმე დედა მე დავგაზეთ აქედან ვინ იქნებოდა შუა თესალონიკში არის კალამარია სუბანი და იქ რა ბიჭო რაღაცა ძმას ისტორია გუშინ აყვებოდით ჩვენ რო განვიხეთ პაოკისის რო ეცვა დედა ჩემ საიდან იცი ხო თითო მე ჩვენ საუბრობთ მაგაზე და ძალიან ვიცინეთ არ მე არ ვიცოდი ეგ ისტორია და პაოკის ფორმა ეცვა და არის ფანები გამოეკედნენ დედა ჩემ საცენ 200 კაცი ალბათ ახლა სადნახა ეს პაოკის ფორმა აუჩი ხო არა ვიღა ათხოვა უფროსმა ათხოვა საიციო და ბევრი ეგეთი ის ყოფილა ჭიათურაშიც მინახავს რომ აი ძირითადად იყო ხო second hand-ი რა ასე რომ თქვა მეორადების ამბავში Playboy-ის ერთ ბებიათ მეკუთვნის რა კურდღელი რომ Playboy-ის ის იყო რა ქვია ლოგო და რაღაცა საშინელი წარწერით. მე მქონდა ერთი ისა გერმანული წარწერით მაიკა და მე გადაბინთარგმნა რა და იწერა მე ლამაზი ვარ ტრაქში. შენც მომას მიწა. აუ მამაში ეტრეკლებოდა. მაგრამ ძალიან მევასებოდა სანამ არ მითხეს რომ ეს აწერია და მე რესახში მეცოხლ. განწერების მამაჩებს ეწყინება რომ უყვა, მაგრამ მამამ ბოდიში რა, კაი ისტორია. მამაჩებს რას ლაპარაკო ბიჭო, მამაჩემი მე ყველაფერზე მიყვარს და მე კი არა ტაქსაობ და ტაქსაობ და სურთავს ხოლმე ხალხს რომ ეს ჩემი შვილია და რაღაცა. ეს კი არ არის ვიღაცა. ხო და მამაჩემს ძალიან უყვარს Queen-ი, ბენდი. საღოლ მამა? Smokey, Queen, Led Zeppelin-ი, ეგეთი მე Led Zeppelin-ი არ მიყვარს მე, მაგრამ მამაჩემს Pink Floyd-ის უყვარს, მე არ მიყვარს. მამაჩემს უყვარს. და მამაო ნახეო Queen-ის ჰუდი დავითრიეო რა და საუბარზე ხარ შემავალ მე ბლატაებ რომ Queen აწერია ხო რაღაც და ჰუდი აიწია და his Queen აწერია გოგოს ზედა დაუტრეია და მისი დედოფალი ეწერა უკან და რას გვირჩევდი ვახტანგ ახლა ჩვენ დამწყები ვართ ამ სპორტულ ამბავში და რა მერჩევა თუ გექნება დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ და ვითვალისწინებთ კიდე რამდენი წელია გულწრფელად ვთქვით თქვენ როგორებიც ხართ მაქსიმალურად ეგეთები იყავით არც ცენზურის დარღვევა მოგერიდოთ არავინ არ ჩაგხსოვთ ჩარჩოებში რაც გაგისწორდება აკეთებთ რომ ხალხს შეეთები გვიყვარხართ როგორებიც ხართ მეგობრებო მადლობა დაუფიქსიროთ ვახოს ჩვენს ძმას და მეგობარს ჩვენი სტუმრობისთვის და ჩვენი სტუმარი იყო ვახო ბოლოთაშვილი ღმერთმა რომელიც რომ ყოფილიყოს ყველასთვის